Well, we accepted the deal, as did all the world. It was ჩვენც ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ ეს შეთანხმება მივიღეთ. ეს დონალდ ტრამპის გეგმა იყო. ჰამასი ამბობს, რომ შეთანხმებას დასთანხმდა და ახლა პასუხისმგებლობა მთლიანად მასზეა. ეს გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეტაპი ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელის თავდაცვის ძალების ნაწილის გასვლას გულისხმობს, ნაწილი კი ისევ ღაზაში დარჩება. მეორე ეტაპი ღაზის დემილიტარიზაციასა და ჰამასის განიარაღებას ისახავს მიზნად. ესაა მოლაპარაკებების პირობები, თუმცა რა თქმა უნდა ვერ გეტყვით დასთანხმდება თუ არა მას ჰამასი. ვფიქრობ ეს შესაძლებელია და იმედი მაქვს ასეც მოხდება, მაგრამ გარანტიას ვერ გაძლევთ. თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება, ჰამასის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი სრულად დაუჭერს მხარს ისრაელს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მარტივი გზით დასრულდება. ევროპას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის პალესტინურ ტერორიზმს, მათ შორის რადიკალურ ისლამისტურ უმცირესობებს დანებდა. მათ ფაქტობრივად თქვეს მოდი მივცეთ მათ პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ერთგვარი ჯილდოა ჰამასისთვის. მან ხომ ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. მოგცემთ სახელმწიფოს და თქვენ შეძლებთ ისრაელის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას. სწორედ ამიტომ გახდა ევროპა უმნიშვნელო აქტორი. მან უდიდესი სისუსტე გამოავლინა. თუ გსურთ ტერორთან ბრძოლა, ებრძოლეთ ტერორს. ადექით და დაუპირისპირდით ტერორიზმს. ნუ დანებდებით მათ მოთხოვნებს. ნუ გამოკებავთ ნიანგს, როგორც ეს ჩერჩილმა თქვა, რადგან ის თქვენ დაგედევნებათ, როცა ისრაელს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას შეჭამს. against terrorism. Don't capitulate.